გამარჯობათ, მე ვარ ილია ჯანჯბუხაშვილი. ვინც პირველად შემოვიდა ჩემ არხზე, მინდა გითხრათ, რომ მე ლაპარაკობ სიმართლეს, მიუხედავად იმისა, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვთქვათ, რაც ვთქვათ, აქამდე გაგიგიათ, ვთქვათ, არ შეესაბამება მას და უბრალოდ მე ვითხოვ იმას, რომ დაკვირვებით მომისმინეთ, რასაც ვამბობ და მიხვდებით, რომ სიმართლეს ვამბობ. ეხლა მაგ თემა, რომ აი ეს ცნობილი მითი ნაწარმოები არგუმენტების შესახებ შეეხება სწორედ აღმოსავლეთ საქართველოს, კონკრეტულად კახეთს. და კოლხეთი, ანუ მდინარე კურხუს ქვეყანა, ძველი урარტული ჩანაწერებიდან ეს მტკიცდება, სწორედ არის აღმოსავლეთ საქართველო და არა დასავლეთ საქართველო. აი საიდან ვამტკიცებ ამას მე. ჯერ ერთი ბერძნებს ეგონათ, რომ მზე ამოდიოდა შავი ზღვიდან. და ეს შავი ზღვა იყო ქვეყნიერების დასასრული. იმიტომ რომ იმაზე იქით ხო, ეგენი არ წასულან. შავი ზღვაზე უფრო იქით, ასე ვთქვათ. და აი ეს მითი, აი ეს ნაწარმოები ხო, აი ეს არის, ასე ვთქვათ, ძალიან ეგეთი ცნობილი ის არის, რომელიც ძველ ლარნაკებზეც კი არის, ასე ვთქვათ, დაფიქსირებულია ეს ამ არგუმენტების შესახებ მედიაზე და ასე შემდეგ. ხო და მათ, ესე იგი, წარმოდგენა არ ქონდათ, რომ ცალკე იყო ზღვა კასპიის. შესაბამისად, ყველა მდინარე ეგონათ, რომ ჩადიოდა ამ შავ ზღვაში. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის ისიც, რომ კასპიის ზღვა ეხლაც კია შეერთებული, ვთქვათ, ხელოვნური არხით, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ კასპიის ზღვა შეერთებული ყოფილიყო ბუნებრივად აზოვის ზღვასთან, ანუ შემდგომ შავ ზღვასთან. გამორიცხული არ არის, კი არა, დიდი ალბათობით ასეა. აი, რა ამტკიცებს ამას? ხო გაგიგიათ აი ვეზუვის ამოფრქვევის შესახებ. ამის შესახებ ცნობები მე-17 საუკუნეში გაჩნდა პირველად, ასე ვთქვათ, იპოვეს გრავიურა, სადაც, ასე ვთქვათ, ამ ვეზუვის ამოფრქვევის შესახებ არის დაფიქსირებული, წელიც არის დაფიქსირებული ამ გრავიურაზე, 1631 წელი. და ისტორიკოსებმა ეს ჩათვალეს, რომ ეს იყო, ასე ვთქვათ, ამ აღორძინების ხანის, ასე ვთქვათ, შეხსენება, გახსენება ძველი დროის. რატო? იმიტომ რომ როცა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ეს მიიჩნიეს ანტიკურ ხანად. ანტიკური ხანა იყო, ასე ვთქვათ, მაგრამ ეს ანტიკური ხანა ისტორიკოსებმა დიდი ხნით ადრე განათავსეს, ასე ვთქვათ, 1000 წლის იქით. არა და ეს 1000 წელი არის ძალიან საეჭვოდ მომონტებული. ადრე ასობგერა ჯი, რომელსაც წერდნენ თარიღის წინ, აღნიშნავდა სწორედ იესოს შემდგომ და შემდგომ იქცა ეს ერთიანად. და სინამდვილეში ვეზუვის ამოფრქვევა სწორედ მოხდა 1631 წელს. ამას მეცნიერები ამტკიცებენ იქიდანაც, რომ მან არის ნაპოვნი, ასე ვთქვათ, კანალიზაცია, ცნობილი არქიტექტორის ფანტანის მიერ გაკეთებული. და ეს არის გაკეთებული, ეს კანალიზაცია ნაპოვნი აი ამ ფერფლის ვეზუვის ფერფლის ქვემოთ.
ქვემოთ, გამიგეთ? და ანუ ეს კაცი კიდე ეს ფანდანი ასე ვთქვათ, რომელიც ასე ვთქვათ, სხვა ვთქვათ, ძეგლებიდანაც ვტკიცდება, არის წარწერა. რომ ამ არა მარტო წარწერა, არამედ სქემა ამისი. ეს გააკეთა მე-17 საუკუნის დასაწყისში კაცმა. ვეზუვის ქვემოთ. ხოდა მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სწორედ აი ეს არის ვთქვათ, მტკიცებულა იმისი, რომ 1631 წელს არის მომხდარი ეს ვეზუვის სამოფრქვეო. და ამ მოვლენასთან ერთად მოხდა რა 500 მეტრით ზღვა წამოვიდა ხმელეთისკენ. ანუ ერთი ქალაქი ჩაიძირა, ასე ვთქვათ. გონი ბაია ქვია ამ ქალაქს. ჩაიძირა წყლის ქვეშ არის. გამიგეთ? და ასეთი რაღაცა როცა ხდება, ანუ მთელი ესე იგი ეს ფილა კონტინენტალური ფილა წავიდა წყლის ქვეშ. რამაც გამოიწვია სხვათა შორის ეს ვულკანის სამოფრქვეოც. ხო? და თუ ერთ მხარეს წავიდა წყლის ქვეშ, ანუ ფილა ჩავიდა წყლის ქვეშ. სადღაც ხო უნდა აწეულიყო, ხო? სად აიწია ეგ ყველაფერი? ეგ აიწია სწორედ აი კასპიის ზღვასთან. აიწია და მოხდა კავშირის დარღვევა აზოვის ზღვასა და ანუ საბლოო ჯამში ოკეანესა და კასპიის ზღვას შორის. და როდესაც მოხდა კონტაქტის დარღვევა, ხო? მუდმივად წყლის ასე ვთქვათ, მარაგი შესვლა შეწყდა. და რა მოხდა? მოხდა თანთანობით დაშრობა. დაშრობა მოხდა კასპიის ზღვას. და ეხლა ხო 29 მეტრით ქვემოთ არის ოკეანის დონიდან. ოკეანის წყლის დონიდან, იგივე შავი ზღვის დონიდან და კასპიის ზღვის, აზოვის ზღვის დონიდან 29 მეტრით ქვემოთ არის. დამშრალი არის. ხოდა შესაძლოა სწორედ აი ამ მე-17 საუკუნის დასაწყისში მომხდარი აი ამ დიდი მიწისძვრის გამოც მოხდა აი ამ კასპიის ზღვის გამოცალკავება. და მანამდე გემები ალბათ ესე იგი გემებით აი სანაპიროს გასწვრივ რომ მოძრაობდნენ გემები, ხო? აი ძველი გემები, რომელსაც არ შეეძლო ვთქვათ შიგნით შესვლა სიღრმეში. სანაპიროს გასწვრივ მოძრაობდნენ. შესაძლოა რომ ესე იგი დაუყვებოდნენ ასე ვთქვათ ეს ბერძნები ამ შავი ზღვას წავიდოდნენ და სანაპიროს გასწვრივ ჩავიდოდნენ პირდაპირ კასპიის ზღვაში და შემოვიდოდნენ სად? მდინარე კურაში, ანუ მტკვარში. რუსულად რატო ქვია კურა? იმიტომ რომ სხვა ენებზეც ეგრე ქვია კურა. ანუ კურა, ანუ კურხუ. ქვეყანას კურხეთი ერქვა, ანუ კოლხეთი. გამიგეთ? და ვინაიდან რადგანაც კასპიის ზღვის დონე 29 მეტრით ზემოთ იყო, ეს ქვეყანა იქნებოდა სწორედ კახეთი გენასვალით. სადაც არის ნაპოვნი ძველი ყორღანები, დიდი კულტურა სხვათა შორის. ძალიან ძველი კულტურაა ნაპოვნი კახეთის ველზე. შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი ისტორიული მემუარები, ასე ვთქვათ. მან არის დიდი ცივილიზაცია ნაპოვნი. მდინარე მტკვრის აუზში, ასე ვთქვათ. ამ კულტურას ქვია მტკვარ-არაქსის კულტურა. სწორედ კოლხეთი არის კახეთი. გამიგეთ? და სწორედ მაგის გამოც საბოლოოდ სანამ რუსეთი შეუერთდებოდა საქართველოს, ხო? კახეთი უწევდა წინააღმდეგობას მტერს. კახეთი, ერეკლე მეორე. რატო? იმიტომ რომ
სხვა ტერიტორიებზე ხო? სხვა ტერიტორიებზე ვინც ცხოვრობდა ის ხალხი ხო? უფრო თქვათ, აი ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდათ თქვათ